7 წლის ლაზარე სათამაშოს ნაცვლად თოხი უჭირავს ხელში. ჭიშკრის მიღმა კი სხვა ბავშვების თამაშის ხმა ესმის. ბიჭუნას რსხვენია მათთან მისვლა, რადგან საბრალო ბავშვს ერთი სათამაშოც კი არ აქვს. ლაზარე ველოსიპედზე ოცნებობს. ტელევიზორი კი მისი აუხდენელი ოცნებაა. ვინ მოსვლის საბრალო ბავშვმა რამდენჯერ უყურა ფეხბურთს მეზობლის ფანჯრის მინაზე ტელევიზორის ანარეკლში. საკმარისია ერთხელ მაინც შეხედოთ ბავშვს თვალებში და მაშინვე მიხვდებით, რომ მისი გული სევდისგან დამძიმებულია. ბიჭუნა ოცნებებს გულში იკლავს. გახუნებული ჯინსის შარვლით დადის სკოლაში და რცხვენია. ახალი ჯინსის შარვარი და სპორტული მაისური ლაზარეს როგორ გაახარებდა ხუმ წარმოგიდგენიათ. აი ეს რეზინის ფეხსაცმელი აცვია ბავშვს ბოსტანშიც, სახლშიც და გარეთაც. ბიჭუნა ბოტასებსა და კედებზე ოცნებობს, მაგრამ თავისი ოცნების სპორტულ ფეხსაცმელს მხოლოდ სხვა ბავშვებზე ხედავს. როდესაც ბავშვი ფონდის კორესპონდენტს თავის სურვილებზე უყვებოდა, მორიდებისგან თვალებს ქვემოთ ხრიდა. ფონდის მეგობრებო, ნუ თუ ეს მაგარი ბიჭი არ იმსახურებს ოცნებების ასრულებას, არა და ის ხომ ძვირადღირებულს არაფერს ითხოვს. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.